როგორია ვაქცინაციის დონე და რამდენად მომზადებული ხდება მთავრობა ვირუსული ინფექციების ინტენსიურ გავრცელებას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. კვლავ ფართოდ არის გავრცელებული კოვიდის ვირუსი, თუმცა ზუსტი მონაცემები აღარ აღირიცხება, რადგან შემთხვევების რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტრო აღარ აწარმოებს. მონაცემების გაზიარებას და ადეკვატურ ტესტირებას ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში. სტელა კირიაკიდესმა ვაქცინაციის ეფექტიანობასაც გაუსვა ხაზი. როგორ პასუხობს საქართველოს საერთაშორისო რეკომენდაციებს მარიამ ჩანტლაძე დეტალებით. COVID-19 და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით საუბრობს ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესი გამოცემა ეურაქტივთან. იგი მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს, რომ უზრუნველყონ ვაქცინაციის პროცესის სანდო ადეკვატური ტესტირება, მონაცემების გაზიარება და თანმიმდევრულობა. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად მექანიზმად ისევ რჩება ვაქცინაციის პროცესი, თუმცა რა ხდება ჩვენთან საქართველოში და როგორ უმკლავდება ჯანდაცვის სისტემა არსებულ გამომწვევებს, იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდი არსაც წასულა და ამასთანავე ამას თან ერთვის სხვადასხვა ვირუსული ინფექცია, სეზონური გრიპი, რესპირატორული დაავადებები. სპეციალისტები და მედიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ვაქცინაცია არის ახლა ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი, თუმცა რა ხდება იმისთვის, რომ შედეგიანობა დადგეს. ამბობენ, რომ არის სისტემა დახურული, ჩაკეტილი, არ ხდება დიდი ხანია მონაცემების გაზიარება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ უზრუნველყოფს ამ პროცესებს. ასევე ჩვენ ვიცით, რომ სოფლიოში არის საკმაოდ გავრცელებული კოვიდის ახალი შტამი, ეგრეთ წოდებული პიროლა, რომელიც არის ომიკრონის ვარიანტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები საქართველოში დიდი ხანია აღარ ქვეყნდება, ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით არის თუ არა ეს შტამი საქართველოში შემოსული. ერთადერთი გზაა, რომ ჩვენ უსაფრთხოდ გადავიტანოთ ვირუსული ინფექციების სეზონური მატება არის ვაქცინაცია და ამ მიმართულებით სამწუხაროდ აქტივობა ხელისუფლების მხრიდან არ არის, როგორც ახლა ისე წინა წლებში რეალურად ისინი თქვათ ანტივაქსერული პოზიციით გამოირჩევიან და სამწუხაროდ არც ტექნიკურად, არც საინფორმაციო თვალსაზრისით, არც სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით სამწუხაროდ აქტივობა ამ მიმართულებით არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გვამცნო, რომ ომიკრონის ახალი ქვეტიპია ამჟამად ცირკულირებადი JN1. ზოგადად ყველა ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ხოლმე ვიდრე წინამორბედები, თუმცა რაღაცა გაზრდილი ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა ამ შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ქვეყნდება. საქართველოში ჩვენ არ ვიცით ეს შტამი არის თუ არა, ტიპირება არ მომხდარა, არ გამოცხადებულა, შესაბამისად ამჟამად კარგად არ ვიცით ჩვენ დასუსტებულად რომელი ტიპები ცირკულირებს. COVID-19-თან ერთად ქვეყანაში ცირკულირებს A-ტიპის გრიპის ვირუსი, ეს არის H1, ღორის გრიპი და H3, იგივე ჰონგ-კონგის ვირუსი. თვითი დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის ამ ვირუსებისგან გამოწვეულ სიმპტომებს და მატულობს ინფიცირებულთა შემთხვევათა რიცხვი, თუმცა ამის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არ არსებობს განგაშის საფუძველი. სპეციალისტები პროგნოზირებენ იმას, რომ თებერვალში უფრო გაიზრდება შემთხვევათა რაოდენობა და იქნება პიკური მაჩვენებელი. ისინი გასცემენ რეკომენდაციებს, რომ მოქალაქეებმა ატარონ პირბადე, დაიცვან ჰიგიენური ნორმები და ჩაიტარონ ვაქცინაცია.